მოძალადეებზე გადაფარებული სისტემა, რომელიც აქტივისტებს ასამართლებს, საგამოძიებო უწყებებს ამ დრომდე ძალადობაში არც ერთი დამნაშავე არ გამოუვლენიათ, სამაგეროდ ერთმანეთის მიყოლებით ცხადდებიან სამართალ დამრღვევებად დემონსტრანტები. დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აქტივისტ საბას ხვიტარიძის საქმეზე იმსჯელა ადმინისტრაციული მუხლით, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნაც მიმდინარეობს. პროცესზე ხვიტარიძემ დაკავების დეტალები გაიხსენა. უკნიდან მომვარდნენ, თავში მირტყამდნენ, ყვიროდი ბოლოს მახსჩობდა, ვიგუდებოდი, ვითიშებოდი და ამ დროს შემაგდეს დაკავების მანქანაში თქვა მან. როგორ გაგრძელდა პროცესი, მარიამ ჩანტლაძე მუშაობს თემაზე და ის გვეტყვის პირდაპირ ეთერში. მარიამ, გისმენთ. საბას ხვიტარიძის ადმინისტრაციულ საქმეზე მოსამართლემ სანქცირებულმა მოსამართლემ ზვიად ცეკვავამ გადაწყვეტილების გამოცხადება გადადო და გაირკვევა 27 დეკემბერს თუ რა ვერდიქტს გამოიტანს ზვიად ცეკვავა. მოგეხსენებათ, რომ ზვიად ცეკვავა არის ესტონეთის მხრიდან სანქცირებული მოსამართლე და იგი არის ცნობილი მშვიდობიანი დემონსტრანტების მომიტინგეების წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებებით. დღეს საბას ხვიტარიძეს კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთ წევრს სამოქალაქო აქტივისტ შინაგან საქმეთა სამინისტრო ედავებოდა ორ ეპიზოდს, ორ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას. ეს არის გზის ხელოვნური გადაკეტვა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა. დღეს საბამ წარმოსთქვა სიტყვა მიმართა სასამართლოს, მისცა დეტალური ჩვენება, გაიხსენა დაკავების დეტალები, ფიზიკური ანგარიშწორების დეტალები. თქვა, რომ საერთოდ არ ქონია არანაირი შეხება პოლიციასთან, არც გაუგია მათი მხრიდან რაიმე სახის მოწოდება ან მოთხოვნა, რომ დამორჩილებოდა მას. იხსენებს, რომ ატყდა ჩოჩქოლი და შემდგომ უსაფუძვლოდ უმიზეზოდ დააკავეს მელიქიშვილის გამზირზე, ურტყამდნენ თავში, უჭერდნენ ყელში და მისი მდგომარეობა იყო საკმაოდ მძიმე. ამყოფეს სასტიკ პირობებში. თქვენ შეგიძლიათ ახლა მოისმინოთ საბას ხვიტარიძის ჩვენება და ასევე აღსანიშნავი არის ისიც, რომ სასამართლო დარბაზში იყო მცირე ხმაურიც, რადგანაც მისი მხარდამჭერები, მეგობრები გააძევეს დარბაზიდან სასამართლოს მოსამართლის მოთხოვნის საფუძველზე. რაღაც შეშობია და იქიდან წავედი, ცოტა ჩქარი ნაბიჯები, წავედი იქიდან რომ გამიგო რა ხდებოდა. ამ დროს იმ ჩოჩქოლიდან ერთ-ერთი პოლიციელი გამოვარდა, დამეტაკა და მეცრის ჩანთას. სრულიად გაუკვირველი იყო რა მოხდა ჩემთვისაც, იმიტომ რომ საერთოდ ვერ ხვდებოდი, ანუ ეს პოლიციელი ჯერ არ დამეტაკა, მერე ანუ ჩანთასაგან ხონა, ავიც სრულ ჩანთა მესროლა და ამ სროლის შემდეგ მოყვა უკვე უკიდან დამიჯია რამდენიმე პოლიციელი და უკვე დაიწყო ჩემი სცენა. ეს ადამიანი რომ დამეტაკა და მესროლა ჩანთა, ამ დროს მომვარდა უკვე პოლიცია უკიდან, მოვარდა კიდე რამდენიმე პოლიციელი, რომელიც უბრალოდ თავში მიხავდნენ. ანუ ვერ მივხვდი რა ხდებოდა და ანუ ერთ-ერთი იმას ვიროდი, რომ ანუ რა გინდათ გამიშვით. მე ვერაფერი ვერ ვხვდი და უკვე ბოლოს ყელში მახშობდა ერთ-ერთი პოლიციელი, მახშობდა და იქ კადრებში კარგად ჩანს, ვიღაცა ეხვეწება რომ გაუშვით, დაიხშო, იმიტომ რომ უკვე ვიგუდებოდი და ვიქიშებოდი, ანუ ამ ხელის საჭერით და ამ დროს უკვე შემაგდეს დაკავების მანქანაში. ჩემთვის საერთოდ გაუგებარი იყო რატო დამიჭირეს. ანუ სამყოფელოდ ამ დროს. მე გეტყვი ტროტუარზე იკაჭები შვილი და ჩამდა რო ჩამდა პოლიცია არასდროს გასწრებას გაძლევთ მსგავსი სამოძახილი იქნება დაგატოვებული თვალს. თქვენ სამყოფელოდით ხანძრამდე საერთოდ ცხოველობა დაიწყო. სამი ნომერზე შევხვით ახლა. ჩვენ განაცხადეთ. აი მოვიძახე ფაქტობრივ გარემოებები გერევათ ერთმანეთში სხვა რაღაცებსაც აი ამ ის საფალები რომელსაც დააბანდნენ დაბაზე და მის გვერდზე იყო კიდე ერთი მომიციცინო მე ვიცინოდი პროექტს სასაცილოში ვარ და საბა მაგრამ იყო ამან ატოვებელი ყოლება ისავა ნაციზეც არის მართლა რა საბას ხვიტარიძეს, რომელიც სისხლის სამართლის საქმეზე პატიმრობაშია და უკანონო სასჯელს იხდის, დღეს ასამართლებენ ადმინისტრაციული წესით. საბას ხვიტარიძის პროცესზე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოიყვანა ორი მოწმე, რომელებიც გააფორმეს დამკავებელ პოლიციელებად, თუმცა აცხადებს საბას ხვიტარიძის ადვოკატი, რომ ისინი არიან ცრუ მოწმეები, მათ მისცეს ცრუ ჩვენება სასამართლოს, რაც არის კანონდარღვევა და ასევე კანონდარღვევა
დარღვევით იყო შედგენილი დაკავების ოქმით, ასევე დღეს სასამართლოში მოვიდნენ საბას ხვიტარიძის მხარდამჭერები, ოჯახის წევრები, რომლებიც თანადგომას, სოლიდარობას უცხადებენ უკანონოდ დაკავებულ მომიტინგეს მშვიდობიანი დემონსტრაციების დროს. მაგალითად, საბას ხვიტარიძის დედა აცხადებს, რომ მთელი ეს პროცესები არის აბსურდი, ცირკი და არ დაუშვებს იმას, რომ მისი შვილი გასამართლდეს უკანონოდ და ამბობს, რომ ყველანაირ სამართლებრივ ფორმას მიმართავს იმისთვის, რომ სამართლიანობა აღდგეს და სხვა მომიტინგეებიც გათავისუფლდნენ. დღეს, როგორც უკვე გითხარით, იყო მცირე დაპირისპირებაც და რაც გაგრძელდა შემდგომ სასამართლოს დარბაზიდან გარე პერიმეტრზეც მანდატურებსა და საბას ხვიტარიძის მხარდამჭერებსა და ოჯახის წევრებს შორის, რადგანაც მოსამართლემ სრულიად უმიზეზოდ და უსაფუძვლოდ გამოაძევეს ისინი სასამართლო დარბაზიდან და არ მისცეს შესაძლებლობა პროცესზე დასწრების. საბას ხვიტარიძის თანაგუნდელებიც აცხადებენ, რომ სწორედ ეს არის რეჟიმის სახე და მნიშვნელოვანი არის დაუყოვნებლივ იყვნენ გათავისუფლებულები უკანონოდ დაკავებული დემონსტრანტები. ერთი რეპლიკის გამო დარბაზიდან მთელი რიგი მას მიზეზი ჭირდებოდა იმისთვის, რომ ხალხი, რომელიც სამართლიან სასამართლოს ითხოვს ამ ქვეყანაში, გამოეყარათ სასამართლო დარბაზიდან და აი ამ კედლებში რაც ხდება, ასე არ დასრულდება. ეს ხალხი ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის რეჟიმს, დაწყებული ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები და ნამდვილად ძალოვანებისგან, რომელიც მოძალადეებად არიან ქცეულები, დასრულებული მანდატურის სამსახურით, რომელიც აი ამ შენობაში ვითომ წესრიგს იცავს. ერთადერთი მტკიცებულება, რაც საქმეში იყო, ეს იყო უკანონოდ შევსებული ოქმი, ანუ ადმინისტრაციული სამართალდამცავთა კოდექსის 240 მუხლის პირველ ნაწილს არ შეესაბამებოდა ოქმი. ანუ უკანონო შედგენილი ოქმის საფუძველზე ითხოვდა შინაგან საქმეთა სამინისტრო პირის პასუხისმგებლობას. მთელი პროცესის განმავლობაში არაერთხელ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლისა და რაც არ უნდა მართლა სამწუხაროა, ასევე სასამართლოს მიერ დაიღვა საპროცესო კანონმდებლობა. უბრალოდ ერთი რამ ცალსახად შემიძლია გითხრათ ჩვენის მხრიდან წარდგენილ მტკიცებულებთან დაკავშირებით. ფუნქცია დავკარგეთ მსგავსი ტიპის საქმეებზე ადვოკატებმა. რა ობიექტური მტკიცებულებაც არ უნდა წარმოადგინოთ. რა სამართლებრივი შეფასებებიც არ უნდა გავაკეთოთ. მნიშვნელობა არ აქვს მსგავსი ტიპის საქმეზე. სასამართლო მაინც იღებს იმ გადაწყვეტილებას, რასაც ფაქტიურად მათ შისის თხოვს და ავალებს კიდევაც. ანუ ტანდემში მოქმედებენ ერთად ადამიანების რეპრესიებისათვის და დაშინების მცდელობისათვის. მტკიცებულებები იყო ისეთი, რაც ფიზიკურად ვერაფერს ვერ დააბრალებდა და ვერაფერს ვერ გამოიტანდნენ. აქედან გამომდინარე პროკურატურამაც მოიტანა მტკიცებულება, რომელსაც ფიზიკურად არანაირი აზრი არ ქონდა საბასთან შეხებაში არ იყო საერთოდ. უბრალოდ იყო მტკიცებულება, უყონდა თვითონაც არ იცოდა რისი და რატომ. ფიქრობ, რომ რაღაცა სადღაც გაიღვიძა ეთყობა შიგნიდან მისმა ადამიანურმა რაღაც შეგრძნებებმა. მე ესეთი დასკვნა გამოვიტანე და ურჩევნია, რომ 27-ისთვის ან ზევით მოელაპარაკოს და ისე გადაწყვეტოს, ან თავის გადაწყვეტოს. ბავშვობაში არსებობდა ცირკი, რუსული ცირკი ჩამოდიოდა და ანალოგიური რუსული ცირკი იყო დღეს. მოკლედ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სანქცირებული მოსამართლე, ეს გაირკვევა 27 დეკემბერს. მე გეტყვით, რომ დღეს იმართება სასამართლოში ასევე იოსებ ბაბაევის საქმეზე სასამართლო პროცესი, ადმინისტრაციული წესით დააკავეს ისიც მშვიდობიანი დემონსტრაციის დროს, როდესაც იმყოფებოდა აქციაზე და აპროტესტებდა არალეგიტიმურ ხელისუფლებას. დღეს მასაც ასამართლებენ. რაც შეეხება საბას ხვიტარიძის სისხლის სამართლის საქმეს, ეს პროცესი იანვარში არის ნიშნული. მადლობა მარიამ ჩანტლაძე საუბრობდა სასამართლო პროცესიდან პირდაპირ ეთერში.